საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაცია Intermodal International Group და ექსკლუზიური ქართული წარმომადგენლობა სამოდელო სააგენტო კატრინი მართავს კონკურსს Miss Teenager სამეგრელოს ზემოსვანეთი 2012 და პატარა Miss და Mr. სამეგრელოს ზემოსვანეთი 2012-ის გამოსავლენად. გუშინ სენაკის დრამატულ თეატრში შესარჩევ ტურში 50-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. კონკურსის ბოლოს კონცერტი გამართა მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ. შემდეგ ტურში გადასული მონაწილეები 12 მაისს ანაკლიაში რეგიონალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. 3 წელი არად სამოდელო სააგენტო კატრინი ფლობს ექსკლუზივსა და ლიცენზიას Miss საქართველოს თინეიჯერი Miss მსოფლიოსთვის ჩასატარებლად. შარშანკი კონკურსის ჩატარების უფლება სამოდელო სააგენტო კატრინმა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და ყაზახეთში მოიპოვა. 8 აგვისტოს გვატემალაში გაიმართება Miss მსოფლიო თინეიჯერი, სადაც კატრინი 5 ლამაზ მას წარადგენს. პროექტი წარმატებით ჩატარდა კახეთის სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა მთიანეთი. ეხლა გადმოვინაცვლოთ საქართველოს ულამაზეს კუთხეში სამეგრელოს ზემოსვანეთში. დღეს პირველი დღეა, აბაშაში უკვე ჩავატარეთ. ეხლა ვიმყოფებით სენაკში, სადაც 50-მდე კონკურსანტი ღებულობს მონაწილეობას და საუკეთესო ტოპ 10 გადავა დასკვნით ტურზე, რომელიც გაიმართება 12-ში ანაკლიაში. ნახოთ, ვინ იქნება ეს 10 გოგონა. პროექტის ალამაზებს მუსიკალური ფორმებით ორი უნიჭერესი მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე და ნინი შერმადინი. ქეთი ორჯონიკიძე დღეს ჩვენთან იმყოფება, ნინი 12-ში შემოგვერთდება, რადგან ალბათ ყველამ კარგად იცით ევროვიზიისათვის ემზადება ანდრი ჯოხაძესთან ერთად. ბოდიში შემოგითვალათ ყველას, რომ ვერ არის თითოეულ ღონისძიებაზე, თორემ ნინი არა მარტო მომღერალია, არამედ პროექტში ჩემი მოადგილეა ამ 5 ქვეყანაში. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოში ყველა გუბერნატორს მხარდაჭერისათვის, მაგრამ დღეს ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მადლობა ვუთხრა სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორს ბატონ გურამ ისაბიშვილს. მისი დამსახურება ის, რომ თითოეული კონკურსანტი, მაყურებელი, დარბაზი, სცენა, აპარატურა და აბსოლუტურად ყველაფერი მოწესრიგებული დაგვდა. აგრეთვე თითოეულ საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებლოს და ადგილობრივ ხელისუფლებას არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს. ეს პროექტი ჩემი აზრით არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ახალგაზრდა მოდელებმა, დამწყება მოდელებმა თავისთავად გამოამშყალონ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ჟურის წევრები, რომ ვიყოთ ძალიან ობიექტურები, იმიტომ რომ ჩვენს ინტერესებში შედის პირველ რიგში, რომ საუკეთესო და საუკეთესოთა შორის გაემგზავროს მექსიკაში, რომელიც ძალიან ასე თუ ისე მალე ჩატარდება და ვფიქრობ, რომ თვითონ ეს კონკურსი ემსახურება ზუსტად იმას, რომ აღმოაჩინოს ახალგაზრდა ძალიან ლამაზი გოგონები. და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ სამეგრელოში აუცილებლად ვიპოვნით ესეთ გოგონას.